დაძინებამდე არის ერთი პატარა გარდამავალი წამი, როდესაც საკუთარი თავი ყველამ ვიცით. ჩვენი დიდებული დოჩანას შვილის სიტყვებია. მახსოვს ბავშვობაში პირველად რო წავიკითხე სიტყვები, რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა. მეთქი მე მუდმივად მუშაობ საკუთარ თავზე და რას ქვია დაძინებამდე ვიცი მარტო ჩემი თავი, მე სულ ვიცი ჩემი თავი. და მე მივხვდი, რასაც გულისხმობდა ჩვენი დიდებული ადამიანი, რომ მარტო ის არ არის საკმარისი შენ თავს როგორ იცნობ. აი დაძინებამდე ის პატარა წამი, როდესაც ჩვენი სინდისით სწორად ვიცით, ზუსტად ვიცით რა დროს რა ქმედებაში დამნაშავეები ვართ მართლები. აი ეგ ყველაზე სწორი გზაა, რომ შენ იცი, რომ აი აქ დააშავე და იცი რა ბოდიში უნდა მოიხადო. და არ გიტყდება რომ ბოდიშის მოხდა შეგიძლია. ანუ არ გიტყდება რომ შენ ეხლა შეგიძლია ბოდიში მოიხადო და არ დამცირდები, იმიტომ რომ ანუ არ არის დამცირება ბოდიშის მოხდა. დამცირება ის უფრო საკუთარი თავის რომ არ მოიხდი ბოდიშს, სიტუაციას დატოვებ სიტუაციურად და პრობლემა არასდროს მოგვარდება ამის ნიადაგზე. მოდი ვნახოთ, რაზე დაფიქრდა თქვენთან დაშორების მერე, რა სინანული ან რაღაცა რა გრძნობა აუთამაშდა ძილის წინ თქვენზე, რა განცდა გაეღვიძა, აი რაზე დაფიქრდა თქვენთან დაშორების მერე, თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი. იცი რაზე დაფიქრდა, რომ პირველ რიგში მისი მთავარი სიყვარული ხართ. და იმაზე დაფიქრდა, რომ ყველაფრის გამოსავალი ხართ თავად თქვენ. იმაზე დაფიქრდა, რომ თქვენ ხართ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და თქვენი თავის დაფასებით მან ისიც კი გაიგო, რომ თქვენ უნდა დაგაფასოთ. ის რომ სამართლიანად უნდა მოიქცეს, იმიტომ რომ თქვენთან სხვანაირად არ გაუვა და ისიც იცის, რომ რეალურად ეს ყველაფერი სიტყვები არა, ქმედებებით უნდა იყოს აღჭურვილი. რაც არ უნდა და როგორც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ ამ ადამიანმა თქვენთან დაშორების შემდეგ მარტო ის რომ სიყვარული აქ არ გააცნობიერა. გააცნობიერა რომ თქვენ ახლა თქვენ თავს რომ იფასებთ, ძალიან მაგარი ხართ და თქვენ თურმე შეგძლებიათ მის გარეშე ქმედება, ყოფა და ის რომ უბრალოდ არსებობთ. და ამან უფრო გამოაფხიზლა, ვიდრე თქვენი 100 სიტყვიანი მესიჯები გამოაცოცხლებდა. და ყოველთვის გახსოვდეთ რა, აი ესე საზღვათა შორისოდ, ადამიანი გაფასებს მაშინ, როცა შენ აფასებ შენ თავს. ადამიანი გაფასებს მაშინ, როცა შენ შენს თავს პატივცემ. ადამიანი გაფასებს მაშინ, როცა მას ისე ექცევი სათანადოდ, როგორც დაიმსახურა. ეს არასდროს დაივიწყო. მე კი შეგახსენებ, რომ 7-დან 14 სექტემბრის ჩათვლის ჩემთან სრულ დიაგნოსტიკაზე 50%-იანი ფასდაკლებაა. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ ჩაწერილ ხარ და გსურს კონსულტაციის გავლა ჩემთან, დიდი ხანია გინდოდა და ფინანსების გამო ვერ ახერხებდი, მე მგონი ეს ის დრო, როცა უნდა შეეწარო.